13 ქვეყნის უმაღლესი პირების ესერთობლივი ფოტო აშხაბადშია გადაღებული. 12 დეკემბერს თურქმენეთის დედაქალაქმა უმასპინძლა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლის თავს მიეძღვნა. ფორუმს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც თურქმენეთს წელს უკვე მესამედ სტუმრობს. თუმცა მისი ყველა სხვა წინა ვიზიტისგან ეს მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ამჯერად ირაკლი კობახიძეს მოუწია ერთი პლატფორმის გაზიარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ფორუმში მონაწილეობა ახსნა მისი შინაარსით, რომელიც როგორც თავად ამბობს, სრულად პასუხობს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე. გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული, შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად საქართველოს მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. თურქმენეთში ირაკლი კობახიძის განსხვავებულ ვიზიტს მოყვა განსხვავებული შეფასებები თბილისიდანაც. ხელისუფლების ოპონენტები მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებენ აშხაბადის ფორუმის პლატფორმის გაზიარებას იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელსაც საქართველოს 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. მათი ნაწილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი ირაკლი კობახიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრს სერგეი გავრილოვს შეხვდა. მოგვიანებით კი რუსმა დეპუტატმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის სავაგრძელის დაიკავა. მაშინ ამ შეხვედრასა და 20 ივნისის ცნობილ მოვლენებს ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილმა კი პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტიც გაიხსენა, სადაც ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში აღმოჩნდა ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან. როცა პუტინი გამოდის სიტყვით ამ კონფერენციაზე, ბატონი კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის ჩვეულებრივი ფორმა პროტესტის, თუნდაც ზრდილობიანი მასპინძლის მიმართ, როცა გამოდის ქვეყანა, რომელიც შენი ქვეყნის ოკუპანტი არის. ეს არის საერთაშორისო წესი, რომელიც მე არ მახსენდება არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ ქვეყნისგან, რომ ეს წესი დარღვეული ყოფილიყო. ეს არის უტყუარი ნიშანი იმისი, თუ სად მიდის, თუ უკვე სად მისული არის ეს რეჟიმი, რამდენად უკვე ასრულებს ყველა რუსეთის დავალებებს, რამე თუ ნეიტრალიტეტი, როგორც პოლიტიკა არის ოცნება, არა საქართველოსი, არამედ ოცნება რუსეთის, რომ დამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაზე, საქართველოზე და ყველა იმ ქვეყნებზე, რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რამე თუ ეს არის საუკუნოვანი, ვიტყოდი, მიზანი რუსეთის, რასაც ასრულებს ივანიშვილი, კობახიძეს რუსული რეჟიმი. ჰეზბოლასა და ჰამასის აწურთქვე გარდაცვლილი ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის კირილ შისიარულის მერე ახალ წარმატებას მიაღწია ქართულ დიპლომატიაში ირაკლი კობახიძემ და ამჯერად უკვე აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება. ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ქართული ოცნების წარმომადგენლები უკვე რამოდენიმეჯერ აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდაზე, რომელზეც უმაღლესი რანგის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ზიან. ამჯერად უკვე რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდაზე უსმენს მის მოხსენებას და სხვების მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს მას და ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენებას, რომელიც პირდაპირ პუტინისთვის იყო მიმართული. სხვა არაფრით არ იხსნება ის, რომ ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ოკუპანტიც თავარი სტუმარია. და ამას მე არ ვამბობ. ასე მოიხსენიებს ამხანაგი ბერდიმუხამედოვი პუტინს თავარ სტუმრად აი ამ ნეიტრალიტეტის იუბილის. ქართული ოცნების დამნაშავე რუსული რეჟიმის ქმედებები ერთის მხრივ შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს. მეორე მხრივ კი ანგრევს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას, რაც გვიკლავს ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების შანსს.
ოპონენტების კრიტიკას ქართული ოცნება პროპაგანდისტულსა და სპეკულაციულს უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერთან მტკიცებით ირაკლი კობახიძემ აშხაბადის ფორუმის პლატფორმა სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენა და ოკუპანტის წინაშე ოკუპაციაც ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით. ვინც მზად არის პატივისცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ ვესაუბროთ ყველას. საქართველოს ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის და ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინმეს თუ ვინც პატივისცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, ვინც პატივს არ სცემს ამ ინტერესებს, მათ არ. იქ არის უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი წარმოდგენილი. ჩვენ ყოველ შემთხვევაში გაგვაჩნიათ ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მათ შორის მან აღნიშნა ოკუპაციაც და მიუხედავად ოკუპაციისა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე ეს არის მშვიდობა და თანამშრომლობა. კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა. ამით კიდევ ერთხელ საქართველოს თავის პოლიტიკურ გზავნილს, რომ ჩვენთვის უნიშნელოვანესი არის დეოკუპაცია და ამას გაერთიანებას ჩვენი ქვეყნისას მხოლოდ მშვიდობით მივაღწევთ, მხოლოდ განვითარებით მივაღწევთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ამ მიმართულებით გავაკეთებდი რეალურ აქცენტს. მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ რეგიონის სხვა ლიდერებიც, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც, რომლის განცხადებითაც მოსკოვი ღირსეულად ასრულებს გაეროს ვალდებულებებს. მისივე მტკიცებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოიძებნოს ყველა ქვეყნის თვალსაზრისის გათვალისწინებით. ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინი აკეთებს იმ ფონზე, როდესაც კრემლი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება მხოლოდ მოსკოვის ინტერესების დაცვითა და კიევის პოზიციის სრულად უგულებელყოფით. გასულ თვეებში ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე თეირანის არაერთი მუქარის ფონზე აშხაბადში ჩასულმა ირანის პრეზიდენტმა კი მშვიდობის გადააზრების აუცილებლობაზე ისაუბრა. სურს მაღალი შეფასება მივცეთ ჩვენი თურქმენი კოლეგების მიერ მომზადებული აშხაბადის დეკლარაციის პროექტს. ის ამ ფორუმზე ჩვენი ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. რუსეთი ცალსახად უჭერს მხარს ამ დოკუმენტს და მის მტკიცე ერთგულებას გაეროს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების მიმართ. მათ შორისაა მშვიდობიანობა და სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ქვეყნებისა და ხალხების უფლებების პატივისცემა საკუთარი ზრდის, განვითარების მოდელის, საკუთარი მსოფლმხედველობის, ტრადიციებისა და რელიგიის მიმართ. დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიაზროთ მშვიდობის გაგება. მშვიდობა, რომელსაც არ შეიძლება მივაღწიოთ სამხედრო ბიუჯეტების, მტკიცე საომარი კავშირებისა და სიმბოლური დიპლომატიის გზებით. ულწრფელად ვისურვებთ ომის შეჩერებას რუსეთსა და უკრაინას შორის. მზად ვართ კონკრეტული გზებით დავუჭიროთ მხარი პროცესს დიპლომატიური ინიციატივების ხელშეწყობით, რომლებიც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე. ვგულისხმობ სტამბულის პროცესს. აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა თურქმენეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. აზიურ სახელმწიფოებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ხშირად სტუმრობს, რის გამოც ქართული ოცნების წინააღმდეგ ოპონენტები კრიტიკას არ იშურებენ. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს შორის უკვე წელიწადზე მეტია ოფიციალურ დონეზე არ შემდგარა დიალოგი. დიალოგი, რომლისთვისაც როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში ამბობენ, რომ მზად არიან, თუმცა ორივე მხარეს აქვს კონკრეტული დათქმები.